განმოგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენს წინა შეხვედრაზე მსმენელთა თხოვნის შესაბამისად ჩვენ შევეცადეთ მეოთხე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამანგრეველი ცდომილების არიანული ერესის, მოთავის, არიოზის შესახებ უფრო ინფორმატიული განხილვა წარმოგვიდგინა მსმენელებისთვის. დაინტერესების შესაბამისად პირველი ნაწილი, რაც საკუთრივ ცხოვრებას და ბიოგრაფიულ მომენტებს შეეხებოდა, მეტნაკლებად მიმოიხილეთ და შევჩერდით არიოზის, ასე ვთქვათ, სამწერლობო მოღვაწეობაზე, სამწერლობო საქმიანობაზე, იმ ძეგლებზე, რომლებიც მეტნაკლებად ჩვენთვის ცნობილია არიოზის სახელთან დაკავშირებით. საზოგადოოდ შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის გამოკვეთილად ცნობილი არის სამი ძეგლი არიოზისგან შედგენილი, კონკრეტულად წინა ნიკეურ პერიოდში არიანული და მართლმადიდებლური ურთიერთდაპირისპირების, აი ამ ეპოქაში დაახლოებით 318 წლიდან 325 წლამდე ჩვენთვის დღეისათვის შედარებით უფრო ცნობილი გახლავთ, როგორც აღნიშნეთ, სამი ძეგლი. პირველი ეს გახლავთ ეპისტოლიან და წერილი, ასე შეიძლება ითქვას, ევსები ნიკომიდიელისადმი. ჩვენ ამ პიროვნებაზე რამდენჯერმე გვქონდა შედარებით დეტალური მსჯელობა, კვლავ შევეხებით მას, ევსები ნიკომიდიელს, მის ლიტერატურულ საქმიანობასაც, როგორც ამის შესახებაც იყო მოთხოვნა და მხოლოდ იმას შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ ევსები ნიკომიდიელი გახლდათ ფაქტობრივი წარმმართველი არიანული მოძრაობისა, ხოლო არიოზი ამ შემთხვევაში მისგან წინ წამოწეული რაღაც ფასადი, გახმოვანება ყოველივე იმისა, რაც საკუთრივ ევსები ნიკომიდიელისგან იღებდა სათავეს. ეს წერილი ევსები ნიკომიდიელისადმი არიოზმა დაუყოვნებლივ გააგზავნა, როდესაც ალექსანდრიაში, ალექსანდრიის ეპისკოპოს ალექსანდრიასგან მოხდა მისი აბსოლუტურად სამართლიანი შევიწროება, მისი მოძღვრების დაგმობა. დევნილი ალექსანდრიიდან არიოზი, რა თქმა უნდა, წინასწარი გეგმის თანახმად, არიონელთაგან შემუშავებული და ალბათ უშუალოდ ევსები ნიკომიდიელისგან შემუშავებული გეგმის თანახმად, ეპისტოლეს უგზავნის ევსების და ეს ეპისტოლე რაღაცნაირი მინიშნებითი არაპირდაპირი დასტურია ევსების წინაშე არიოზისგან იმისა, რომ ყველაფერი იმგვარად ვითარდება, როგორც მათ დაგეგმეს, შეთქმულება როგორც იყო მათგან დაგეგმილი. ესე რომ ეს წერილი დაახლოებით 318 წელს არის დაწერილი და დაწერილია, როგორც აღნიშნეთ, ალექსანდრიიდან მისი გაძევების შემდეგ, მისი მოძღვრების დაგმობის შემდეგ. ტექსტი ამ ეპისტოლისა ჩვენამდე მთლიან მოკლე ეპისტოლე გახლავთ, მთლიანობაშია შემონახული წმინდა ეპიფანე კვიპრელისგან, ამ უკანასკნელის ცნობილ შრომაში ერესების წინააღმდეგ, კერძოდ 79 ერესში, ერესის განხილვისას ეპიფანე კვიპრელს ეპისტოლის მთლიანი ტექსტი მოაქვს. იგივე ტექსტია დაცული აგრეთვე მეხუთე საუკუნის დიდი მოღვაწის თევდორ ტეკვირელის საეკლესიო ისტორიაში და გარდა ბერძნული ტექსტისა ამავე დროს ცნობილია ორი ლათინურენოვანი რედაქცია, ორი ლათინურენოვანი ვერსია აღნიშნული ეპისტოლისა. თვით ეპისტოლე იწყება, ასე ვთქვათ, საკუთარი თავისა და საკუთარი მოძღვრების თითქოს და არასამართლიანი დევნულების ხაზგასმით, რომ იგი თითქოს და, ესე იგი, არიოზი თითქოს და სიმართლის გამო იდევნება და ფაქტობრივად ეს სათაურშივე შეიძლება შედიოდეს ეს დასაწყისი ნაწილი. კერძოდ დასაწყისი ამგვარია: არიოზი უსამართლოდ დევნილი ალექსანდრიის ეპისკოპოსისგან იმ ძლევამოსილი ჭეშმარიტების გამო, რომელსაც თქვენც ასევე იცავთ, მიმართავს ესე იგი ევსების, აი ეს არიოზი მისალმებას გიგზავნით თქვენ უფლის მიერ, ჩვენი უმეტესად ძვირფასი მეუფის მიერ, შენ, კაც ღვთისას, ერთგულსა და მართლმადიდებელ ევსების. ჩვენ ტერმინ მართლმადიდებელზე ევსებისადმი ამ არიოზისგან ხმარებულ ამ ტერმინზე უკვე ვისაუბრეთ, ხოლოდ აღნიშნავთ, რომ აი ამგვარ კონტექსტშია არიოზისგან მოხმობილი ტერმინი ორთოდოქსი, ანუ ქართულად მართლმადიდებელი, თითქოს და სწორედ მათი ცრუ სწავლება იყო მართლმადიდებლობა, ანუ როგორც თვითონვე ამბობს, ძლევამოსილი ჭეშმარიტება. იქვე არიოზი განმარტავს, რომ ეპისკოპოსი ალექსანდრიისა ჩვენ გვთრგუნავს და ჩვენ გვგმობს და გვდევნის უკიდურესად მკაცრად და ჩვენ მრავალ ტანჯვაწამებას გვაყენებს, მან გამოგვაძევა ჩვენ ქალაქიდან როგორც თითქოს და უღმერთო, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რასაც იგი, ესე იგი ალექსანდრიის ეპისკოპოსი, საჯაროდ ქადაგებს. კერძოდ იმას, რომ მამა მარადჟამს იყო და ძეც მარადიულად იყო. ესე იგი, არიოზი თვითონვე თავისი პირით
ამ ხელს თავის უხთოებას ის ამბობს რომ ალექსანდრემ დევნის იმ მოძღვრებისთვის უпроსორად დევნის იმისთვის რომ მე მის მოძღვრებას არ ვეთანხმები მოძღვრებას კერძოდ იმის შესახებ რომ ძე თანამარადიულია მამისა და ამას უწოდებს იგი ცდომილებას ესე იგი აი ამ სწავლებას ამ გამოცხადებით სწავლებას რომელიც აღიარებულია მთელი ეკლესიისგან პირველი საუკუნიდან დღემდე და საფუძველი არის საერთოდ ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა რომ ძე თანამარადიულია მამასთან აი ამ სწავლებას უწოდებს არიოზის სიახლეს არატრადიციულს ცრუს და თითქოს და ამის საწინააღმდეგო მისი მოძღვრება ყოფილა ძლევამოსილი ჭეშმარიტება ასეთი მართლაც ირონია შეიძლება ჩვენ მოვიხმოთ არიოზის ამ საკუთარი თავის შეფასებასთან დაკავშირებით შემდეგ ის განაგრძობს არიოზი განაგრძობს ალექსანდრეს იმ მოძღვრების გადმოცემას რასაც იგი არ ეთანხმება რომ ალექსანდრე ამბობს როგორიც არის მამა იმგვარივია ძე რომ იგი ძე ესე იგი მარადიულად შობილია მამისაგან ისე რომ არასოდეს მთავრდება მისი შობა და რომ არც აზრით არც რაიმე სხვა შუალედით ღმერთი მამა არ უსწრებს წინ ძეს რადგან ღმერთი მამა და ძე ყოველთვის და მარადის იყვნენ და რომ ძე გამოდის ღვთისგან გამოდის აქ იგულისხმება ამ ქვეყნად მოევლინება ღვთისგან როგორც მაცხოვარი თვითონ გვაუწყებს ასეთი ლაკონური წარმოდგენა ალექსანდრე ალექსანდრიელის და შესაბამისად მართლმადიდებლური სწავლებისა ერეტიკოსისგან მართლაც იშვიათია მან თვითონვე გადმოგვცა ჩვენ რა არის ჭეშმარიტი მოძღვრება და რას ებრძვის სწორედ ის ანუ ამავე ეპისტოლით არიოზი უკვე თვითონვე ამხილებული და სხვათა შორის ჩვენ ეს მხარე ალბათ გვიხსნის იმ ფაქტს თუ რატომ მოხდა ამ ეპისტოლის აი ესეთი მთლიანი სახით შემონახვა იმიტომ რომ აშკარაა ნებისმიერი მკითხველისთვის რომ არიოზი ამ შემთხვევაში საკუთარი თავის მამხილებლად თვითონვე გვევლინება ყველა სხვა მართლმადიდებელ ეპისკოპოსზე და მოძღვარზე უფრო მეტად გადმოგცემს იგი ჭეშმარიტება და იქვე ნათლად ადასტურებს რომ სწორედ ამ ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეა თვითონ საგულისხმოა და ხაზგასასმელი აგრეთვე ამ ეპისტოლის დასკვნაც ჩვენ დავიგმეთ და განვიდევნეთ იმის გამო რომ ჩვენ თქვით და აქ უკვე არიოზი საკუთარ სრულმოძღვრებას გადმოგცემს ძეს აქვს დასაბამი ხოლო მამა დასაბამის გარეშეა აქ დასაბამში არიოს და საერთოდ ერეტიკოსებს ჩვევიათ ორაზროვნება სიტყვათ თამაში თავისთავად თქმა იმისა რომ ძეს აქვს დასაბამი ჯერ კიდევ არ გულისხმობს არიანულ ერეს მთავარი აქ დასაბამში რა შინაარსს ჩავდებთ თორემ დასაბამი გახლავთ ერთ-ერთი სახელი ერთ-ერთი წოდება მამა ღმერთისა მამა ღმერთი არის დასაბამი ძისა წყარო ძისა და მიზეზი ძისა მაგრამ როგორც შემდეგში ეკლესიის მამები დააზუსტებენ სწორედ არიანული გაგების აი ამ დასაბამობის არიანული გაგების აღმოსაფხვრელად მამა არის დასაბამი ძისა მაგრამ არა იმ გაგებით რომ თითქოს და ძე გარკვეულ მომენტში იწყებს არსებობას და მანამდე თითქოს და იგი არ არსებობდა არამედ მამა არის დაუსაბამო დასაბამი ძისა დასაბამი იმ აზრით ეწოდება მამას ძისადმი რომ სწორედ მამისგანაა ძე და არა მამა ძისგან მაგრამ ეს მამისგანობა ძისა არ გულისხმობს დროით წარმოშობას რომ გარკვეულ დროში მოხდა ამგვარი წარმოშობა მისი მამისგან რომ აქ მარადიულად რაწამს მამა იმ წამს მისგანვე არის ძე აი ესა მართლმადიდებლური სწავლება და ამ გაგებით არის მამა წოდებული ძის დასაბამად ანუ როგორც ვთქვით შემდეგში უფრო ზედმიწევნით თქმული დაუსაბამო დასაბამად ძისა ისევ როგორც მამა არის დაუსაბამო დასაბამი სული წმინდისა ისევ როგორც მამა არის უმიზეზო მიზეზი ძისა და სულისა ისევ როგორც მამა არის უშობელი მშობელი ძისა და არ ვისგან გამოვლენილი, მაგრამ თვით გამომავლენელი სული წმინდისა. ანუ მამა ყოვლითურთ უმიზეზო და მისგან მიზეზოვანი, მისგან მიზეზისაგანი, ანდა მისგან ნამიზეზევნი სამგვარად ითქმის ძველ ქართულად ეს დამოკიდებულება მიზეზობრივი ერთი მხრივ მამასა და მეორე მხრივ ძესა და სული წმინდას შორის, რომ მამა უმიზეზოა, მაგრამ მამისგან არის ნამიზეზევი, ანდა მამისგან არის მიზეზოვანი, ანდა მამის მიზეზისაგანი არიან ძე და სული წმინდა. მხოლოდ იმ გაგებით, რომ ძე და სული მამისგანაა და არა პირუკუ მამა ძისა და სულისგან. მაგრამ ეს მიზეზის განობა, ეს დასაბამობა მამისგან ძისა და სულიწმინდისა არანაირად არ გულისხმობს არა მხოლოდ ამ ქვეყნიურ ჟამიერ დროს, არამედ ზეციურ საუკუნო დროსაც კი. საუკუნეთა უწინარესია ძე, სულიწმინდა და თანამარადიულია მამასთან ორივე ძეც და სულიც, ისე რომ როგორც ერთ-ერთ შესანიშნავ ძეგლში კერძო წმინდა კირილე ალექსანდრიელის საუნჯეშია თქმული და სხვათა შორის ეს ციტატა წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც ხვდება, მამა ერთი წამითაც, ანუ ერთი თვალის დახამხამებითაც უფროსი, უხუცესი არ არის ძეზე და სულიწმინდაზე. და არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მაშინ ის მამა ვერ იქნებოდა.
და მამობა მისთვის შეძენილი იქნებოდა. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, არიოზი უარყოფს რა ძის ბუნებით ღმერთობას, ის მისდა უნებურად შეიძლება მას მართლაც არ განიზრახავდა, უარყოფს თვით მამა ღმერთის ბუნებით ღმერთობასაც. რატომ? ბუნებითი ღმერთი ისაა, რომელსაც არანაირი ცვალებადობა არანაირად არ შეიძლება შეხვოს, არც გარეგანად და მით უმეტეს არც თვისობრივად. და თუ მამა ღმერთისთვის მამობა შეძენილი თვისებაა, მაშინ არც ის აღარ ყოფილა ბუნებითი ღმერთი, იმიტომ რომ მას შეუძენია ისეთი თვისება, რაც არ ჰქონია, ანუ ცვალებადობა შემოსულა მასში. და რომ ეს ცვალებადობა სრულიად უეჭველი იქნებოდა, თუ ჩვენ არიოზის მოძღვრებას გავაგრძელებდით, ეს ნათელია, იმიტომ რომ ძე თუ ყოველთვის არ ყოფილა, ესე იგი მამას ყოველთვის არ ჰყოლია ძე. და სანამ ძე არ ეყოლებოდა მამას, ის მამა ვერ იქნებოდა. ასე რომ ის, რასაც არიოზი ბუნებით ღმერთს უწოდებს და ერთადერთ ღმერთს, ისიც აღარ გამოდის ბუნებითი ღმერთი, იმიტომ რომ მას მამობის თვისება არიონის მოძღვრების კვალობაზე გარკვეული მომენტის, კერძოდ ძის შობის შემდეგ მიუღია და თუ ძე ყოველთვის არ ყოფილა, არც მამა ყოფილა ყოველთვის მამა. ასე რომ ესაა უპირობო, უმყარესი არგუმენტი, რაც შემდეგში წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა ჩამოაყალიბა არიანელთა წინააღმდეგ. მაგრამ აქვე შეგვეძლო ჩვენ გვეთქვა, რომ როდესაც არიოზი თავის ამ ცრუ სწავლებას გადმოგვცემს, ამ პირველ დებულებაში, რომ თითქოს და ვიდევნებით იმის გამო, რომ ჩვენ ვთქვითო, რომ მამა არის დასაბამი ძისა, ამის გამო კი არ იდევნებოდა. დასაბამობაში რა შინაარსი ჩადო ამაში? არის სხვაობა მართლმადიდებლურ სწავლებასა და არიანელობას შორის. არიოზი იმასაც ამბობდა, რომ ძე ღმერთი არის უწინარესი საუკუნეთა, მაგრამ აქაც დამალულია მზამკრობა, იმიტომ რომ დაზუსტება სწორედ იმას სჭირდებოდა, უწინარესი როგორი, უწინარეს შობილი თუ უწინარეს ქმნილი. აი ამაშია, თუ ქმნილია უწინარეს, ეს უკვე არიანული ერესია, მაგრამ თუ ძეზე ვიტყვი, რომ ის არის უწინარეს შობილი მამისაგან, ეს უკვე მართლმადიდებლური სწავლებაა. ამ შემთხვევაშიც ვიტყვით რა, რომ მამა არის დასაბამი ძისა, ეს თავისთავად მართლმადიდებლური სწავლებაა, თუ დასაბამში იმას ვიგულისხმებთ, რომ მამისგან არის ძე და არის მარადიულად და ყოველთვის და რა წამს მამა, იმ წამს მამისგან ძე. და ამ გაგებით არის მამა დასაბამი ძისა. მაგრამ თუ დასაბამში ჩავდებთ იმ შინაარსს, რომ ძე ყოველთვის არ იყო და გარკვეულ მომენტში იშვა და შეიქმნა მამისაგან, ამ შემთხვევაში არიოზი შობასა და შექმნას აბსოლუტურად იდენტურ ტერმინებად წარმოაჩენს, მაშინ მამისეული დასაბამობაა ძისადმი იმგვარ შინაარსიძეს, როგორც იმავე მამის და ზოგადად ღვთის დასაბამობა ქმნილებისადმი, რომ ღმერთია დასაბამი ქმნილებისა, ღმერთმა ინება და არაფრისგან ყველაფერი შექმნა და ეს ყველაფერი მანამდე არ არსებობდა, სანამ ღმერთი ანინებებდა. აი ამგვარ შინაარსებს დასაბამობაში კონკრეტულად ძის მიმართაც არიოზი, რომ მამამ ინება და დასაბამი მისცა ძეს. თორემ თავისთავად კვლავ გავიმეორებთ, რომ მამა არის დასაბამი ძის, ეს სავსებით მართლმადიდებლური მოძღვრებაა და ამ კუთხით არიოზისგან უფრო ადრეული წყაროების დამოწმება, რომ ეს აზრი პირველი საუკუნიდან გვხვდება ჩვენ ღვთისმეტყველებაში, რა თქმა უნდა გვხვდება თავისთავად ცხადია და ეს განუყრელია მართლმადიდებლური სწავლებისგან, რომ მამა არის დასაბამი ძისა. და ამაში არიოზს არავინ არასოდეს არ ედავებოდა. მას ედავებოდნენ იმაში ამ დასაბამს, რომ იგი დროითი ნიშნით იგებდა, რომ გარკვეულ დროში დასაბამი მისცა მამამ ძეს და რომ ძე მარადიულად არ არსებობდა. ასე რომ ეს პირველი დებულება, რაც არიოზისგანაა მითითებული, რის გამოც ის იდევნებოდა, ვერაა მისგანვე განმარტებული შინაარსეულად, კონკრეტულად ამ აზრის რა გაგების გამო იდევნებოდა იგი. შემდგომ არიოზი განაგრძობს, ჩვენ აგრეთვე განვიდევნეთ იმის გამო, რომ ჩვენ თქვით, ის, ესე იგი ძეს ღმერთზეა ლაპარაკი, არაფრობისგან იქნა მოღებული, ანუ არსებობაში შემოსული, დასაბამობა მიცემული. აი აქ უკვე პირწმინდად არიანული თეზაა, რომ ძე არაფრისგან შეიქმნა, არაფრისგან მიეცა ძეს დასაბამი, იმიტომ რომ ამ კუთხით უკვე ძე არაფრით აღარ განესხვავება არც ერთ სხვა ქმნილებას და უბრალო უპირატესობა იმაში, რომ ძე ყველა სხვა ქმნილებაზე ადრე შეიქმნა, თავისთავად ბუნებითად არანაირი უპირატესობა არა. არსებითად ყველა ქმნილება ღვთის წინაშე თავისი ყოფიერებითი ონტოლოგიური ნიშნით ერთი და იგივეა, რომ ყველაფერი ეს გვიან მოხდა თუ ადრე მოხდა, ყველაფერი არაფრობისგან შეიქმნა. აქ ქრონოლოგიური ნიშანი და გვიანდელობა ზოგჯერ უპირატესობასაც კი ნიშნავს. მაგალითად ცნობილია, რომ ბიბლიური 6 დღის ჟამს სწორედ მე-6 დღეს მთელი ქმნილებების ღვთისგან შექმნის შემდგომ და მათ შორის კონკრეტულად მე-6 დღესაც ცხოველების შექმნის შემდეგ, ცხოველებიც მე-6 დღეს შეიქმნა, იქმნება ადამიანი მთელი ქმნილების ბოლოს. მაგრამ ეს ადამიანის ამ შემთხვევაში როგორც ქმნილების რაღაც კნინობითობა და დამცრობა კი არ არის, პირიქით მისი უპირატესობა, რომ მან დააგვირგვინა მთელი შესაქმე და ამ შესაქმის მეუფედ დაიბადა ღვთისგან. ასე რომ არიოზი, როდესაც ცდილობს, რომ ძე ღმერთს იესო ქრისტეს რაღაცნაირი უპირატესობა განუკუთვნოს, ყველაზე არსებითი მოაკლო მას ბუნებითი ღმერთობა. ამ დროს მთლიანად რომ უღირსებოდ წარმოაჩინოს, იგი მის მოძღვრებას ცხადია არავინ აღარ ირწმუნებს. ამიტომ ეს მომენტი შემოიტანა თითქოს და ძე ღმერთის იესო ქრისტეს უპირატესობის საჩვენებლად, რომ ის ქმნილებათა შორის ყველაზე პირველია.
და შემდეგ მისგან იქნება თითქოს სულიწმინდა. მაგრამ ეს პირველობა კვლავ აღნიშნავთ არსებითი ნიშნით არანაირად არ გამიჯნავს ძეს ქმნილებათაგან, ისიც მათივე ბუნებისა გამოდის, თუ ძეს არაფრობისგანაა შექმნილი და ამ გაგებით ძეც ქმნილებათა ხარისხში ექცევა არანაირად აღმატებული მათგან. და კვლავ აღნიშნავთ პირველობა, მეორეობა აქ რაღაც გამოკვეთილ ღირსებას ძეს მაინც არ ანიჭებს, თუნდაც ადამიანის შექმნის მაგალითზე. შემდგომ არიოზი განაგრძობს და უფრო მკვეთრად გადმოსცემს კვლავ და კვლავ თავის მოძღვრებას. ჩვენ გვინდოდა გვეთქვა ამით ესე იგი გულისხმობა, რომ ის არაფრობისგან შემოვიდა არსებობაშიო ძეო, აი ამით ის გვინდოდა გვეთქვა, რომ იგი, ანუ იესო ქრისტე, ღვთის არც ნაწილია, არც სხვა რამ არსისგან გამოსული. გამოსული ნიშნავს სხვა რამ არსის ბუნებისგან გამოსული, არამედ კვლავ იმაზე აქვს აქცენტი არიოს, რომ სრული არაფრობისგან შექმნილა მისთვის ძე ღმერთი. აი, რისთვის ვარ ჩვენ განდევნილნი. რაც შეეხება დანარჩენს, შენ ეს იცი. საიდან იცის ევსებიმეს დანარჩენი ამ ეპისტოლიდან არ ჩანს, მაგრამ კვლავ ის დასტურდება, რაზე ჩვენ აღნიშნავდით, რომ ეს ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული გეგმაა და რა თქმა უნდა ინფორმაციები ევსების სხვადასხვა წყაროდან და ალბათ უშუალოდ არიოზისგანაც ყოველწამიერად მისდიოდა და აქ დანარჩენს ფაქტობრივი მონაცემების გაგება აქვს. რაც შეეხება საღვთისმეტყველო მხარეს, სწორედ იმის განმარტებას იძლევა აქ არიოზი და ყოფითად თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ რა თქმა უნდა ევსები როგორც წარმართველი არიანული დაპირისპირებისა და აი ამ არიანულ მწვალებლურ ქსელში ობუბასებრ, ანუ ძველ ქართულად თუ ვიტყვით დედაზარდლისებრ ცენტრში მყოფი, ყველა რხევას, თითოეული ძაფისას, თითოეული ქსელისას რა თქმა უნდა მაშინვე გრძნობს და იგებს. ასე რომ ეს ფრაზა უაღრესად საყურადღებო ინფორმაციულად როგორ გროვდებოდა ყველაფერი და თავს იყრიდა სწორედ ევსების და მან ყველაფერი იცოდა, რაც პროცესები მიმდინარეობდა. შემდგომ აბოლოებს ამ ეპისტოლეს ევსების ასე თქვა გამამხნევებელი მიმართვები, რომ უფალმან დაგიცვა შენ და გვახსოვხარ შენ ჩვენს გაჭირვებებში ევსები ჭეშმარიტო თანალუკიანელო. ჩვენ ამ ტერმინსაც შევეხეთ ადრე, თუ როგორ მიითვისეს მათ წმინდა ლუკიანე ანტიოქიელის სახელი, რომ აღნიშნულ მოძღვრებას უფრო ფართო გასავალი ჰქონოდა და უფრო მეტად შემოეკრიბა არიოსსა და ევსები ნიკომიდიელს მომხრეები, რომ თითქოს ლუკიანესგან მოდის მათი ეს წვალებლური ცრუ სწავლება. და რადგან ამაზე ჩვენ უკვე სათანადო განმარტება სხვა ადგილას ჰქონდა, ესე იგი ამჯერად საკუთრივ ამ ტერმინს კვლავ აღარ შევეხებით, უბრალოდ მარტო იმას აღნიშნავთ, რომ ამ თანალუკიანელობაში იგულისხმებიან არამხოლოდ არიოზი და არამხოლოდ ევსები ნიკომიდიელი, არამედ აგრეთვე მაშინდელი ეპისკოპოსი ნიკეისა თეოგონიოს ნიკიელიც, რომელიც ასევე არიოზის მიმდევარი იყო და ისიც მათთან ერთად, ევსებისთან და არიოსთან ერთად ანტიოქიაში ასე ყალიბდებოდა, ასე ვთქვათ, ღვთისმეტყველების კუთხით. იმ ცრუ სწავლების მხრივ, რაც არიოზმა მეოთხე საუკუნის დამდეგიდან განავრცო, თეოგონიოს ნიკიელი თანამონაწილე იყო მათი არამხოლოდ მოგვიანო წლებიდან, არამხოლოდ ამერესის საჯაროდ გამოთქმის წლიდან, ესე იგი დაახლოებით 318 წლიდან, არამედ იმ ჭაბუკობის დროინდელი, ასე ვთქვათ, პერიოდიდან. ესაა ეპისტოლე, როგორც ვთქვით, ევსები ნიკომიდიელისადმი. გარდა ამისა, არიოს დაუწერია ეპისტოლე საკუთრივ ალექსანდრიის ეპისკოპოსისადმი, ალექსანდრე ალექსანდრიელისადმი. აქ ხდება ასეთი ამბავი, რომ როდესაც არიოზი დევნილია, ასე ვთქვათ, ალექსანდრიიდან, ევსები მიიწვევს მას თავისკენ და არიოზი რამდენიმე თავის მომხრესთან ერთად გაეშურება ნიკომიდიისკენ, სადაც არის სწორედ ევსები დაფუძნებული და იქ, ესე იგი ამ ნიკომიდიაში იგი დაახლოებით 320 წელს შეადგენს, ასე ვთქვათ, თავისი რწმენის სიმბოლოს, ანუ თავისი სარწმუნოების აღსარებას, სარწმუნოების გათმოცემას, სარწმუნოების ექტეზას. ასე ქვია თვით ამ დოკუმენტს ექტესის პისტეოს. პისტის არის რწმენა, სარწმუნოება, ხოლო ექტეზისი ეს სიტყვა უთარნელადაც არის შემოსული საერთოდ მიმოქცევაში, სამეცნიერო და საღვთისმეტყველო მიმოქცევაში, ექტეზისი, რაც ნიშნავს, ეს ბერძნული სიტყვა ნიშნავს გადმოცემას, ჩამოყალიბებას, დალაგებას, სარწმუნოების გადმოცემას, სარწმუნოების ჩამოყალიბება, აი ასე შეიძლება ქართულად ვთარნოთ ეს ექტეზისი, იგივე სარწმუნოების სიმბოლო, სარწმუნოების აღსარება, როგორც მათ ესმით ეს სარწმუნოება. ასე რომ ეს დოკუმენტი, როგორც ჩანს, არიანული მოძღვრების რაღაც დეკლარაციასავით წარმოდგენილა არიოზისგან 320 წელს, რისთვისაც მას წერილის ეპისტოლის ფორმა მიუცია და გაუგზავნია, ანუ ადრესატად დაუსახავს ალექსანდრიის ეპისკოპოსი ალექსანდრე. ამ ეპისტოლის ტექსტით ჩვენამდე შემონახული გახლავთ პირველი, ვინც ეს ეპისტოლე მთლიანი სახით მოიტანა, ბერძნული ტექსტი,
გახლავთ წმინდა ათანასე ალექსანდრიელი, რომელიც თავის ცნობილ შრომაში შრომა ასეთი მოკლე სათაურით, პირობითი სათაურით ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში სინოდების შესახებ, დე-სინოდის, აი ამ შრომის მე-16 თავში არის ეს ეპისტოლე დაცული, ისევე როგორც ეპიფანესზე მოხსენებულ ძეგლში ერესების წინააღმდეგ 79 თავში განყოფილებაში და მისი ლათინური თარგმანი მოცემული არის ხილარიუსის ცნობილ წიგნში სამების შესახებ, კერძოდ მეოთხე თავში ამ წიგნისა. სხვათა შორის შეიძლება ერთ მომენტზე გაგვესვა ხაზი, რომ ამ ძეგლს, ამ ეპისტოლეს ახლდა არიოზის ხელმოწერა. პირველი, ესე თავში არიოზის ხელმოწერა და აგრეთვე სამღვდელობის იმ წარმომადგენელთა ხელმოწერებიც, რომლებიც თანაუგრძნობდნენ მას არიოზს და თანახლდნენ ამ უკანასკნელს ნიკომიდიაშიც, ესე ნიკომიდიამდე, ვინც გაჰყვა მას ალექსანდრიდან. ამათი ხელმოწერები ჰქონდა ამ ეპისტოლეს, რაც სრულიად ცხადია და რაც შემონახულია ერთადერთი იმ დასახელებულ წყაროთაგან, რომლებიც აღნიშნეთ ეპიფანეს ნაშრომში ერესების წინააღმდეგ. ესე იგი, აქ მოტანილი არა მხოლოდ ტექსტი, არამედ ხელმოწერები არიოზისაც და მისი თანამოაზრე ალექსანდრიელი ეპისკოპოსებისაც. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით და შემდგომ შეხვედრაზე ალბათ დავაბოლოებთ არიოზის ლიტერატურული საქმიანობის შესახებ საუბარს. გმადლობთ ყურადღებისათვის.